მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში აგიხსნით როგორ უნდა შეცვალოთ დისკზე წვდომის გარეშე თქვენი დისკის ფორმატი GPT-დან MBR-ზე ან MBR-დან GPT-ზე CMD-ს გამოყენებით შუა Windows-ის გადაყენების პროცესში. ბევრს აქვს ეს პრობლემა, რომ აქვთ მყარი დისკები, SSD-ები, რომელზეც ვერ შედიან Windows-ი არის დაზიანებული, უბრალოდ არ აქვს წვდომა არანაირად და ამის გამო ფლეშკაზე ერთი რეჟიმი აქვს GPT ან MBR-ი და დისკზე სხვა არის და ამიტომ ვერ აყენებენ ხოლმე Windows. ამიტომ შუა პროცესის დროს როგორ შევცვალოთ ეს რეჟიმი, ამას გასწავლით. ეხლა მივატრიალებ კამერას და უკვე გადავალთ დეტალურ ვიდეო გაკვეთილზე. მოგეთ მეგობრებო, თქვენს boot manager-ს რო გახსნით, აგერ ახლა მე გავხსენ ჯერ BIOS-ი, მერე boot manager-ი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. boot manager-იდან ავირჩიოთ ახლა ჩვენ ფლეშკა. მე მაქვს აგერ ახლა შეერთებული Winchester-ი, რომელზეც არის MBR mode და ეს ფლეშკა როგორც იცით, ახლა რაც მაქვს შეერთებული არის GPT და ამიტომ თქვენ ნახავთ, რომ არ მომცემს გადაყენების უფლებას და გასწავლით, ესე ვთქვათ, როგორ გადავაკონვერტიროთ შუა გადაყენების დროს ეს რეჟიმი. ხო, აი უკვე შემიშვა მე აქ. მოგლეთ next დავაჭერთ, ეს უკვე გავლილი გვაქვს წინა ვიდეოებში ეს სტეპები, ესე ვთქვათ. დიდად აღარ გავჩერდები ამაზე. თქმა უნდა ესე. რავი, ნებისმიერი ავირჩიოთ ახლა. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. დავეთანხმოთ custom-ი და აი შეხედეთ, ეხლა ჩემი დისკი, რომელიც არის MBR mode-ში, დაფორმატებული დისკია, აი ეს არის რა, 298-297. ეს დისკი არის, რომელიც შევაერთე, არ გვაძლევს გადაყენების უფლებას, აი MBR-ია და GPT უნდა იყოს. ამიტომ ვერ ვაყენებთ ამაზე ჩვენ Windows. ეს მაგაცნებად წინა ვიდეოებიდან ეს ჩემი Winchester-ია უბრალოდ, ეს არის ერთი SSD და ეს არის მეორე SSD, მე მეტი არაფერი აღარ მაქვს შეერთებული. ანუ ეს დისკი არის რა, ჩვენ ამის გადაკეთება გვინდა. რომ იყოს ესე ვთქვათ GPT mode-ზე და არის MBR-ზე. როგორც ხედავთ, სანამ შევალთ იმ პროცედურაში, CMD უნდა გავხსნათ, CMD უნდა გავხსნათ, სანამ მან შევალთ, გაითვალისწინეთ, რომ დაიმახსოვროთ რა, რამდენი არის მთლიანი ზომა და რამდენი არის თავისუფალი. ეხლა მე დაფორმატებული რომ აქ ვიცი რა, 298-ია ჯამში და 297 და 9 და ფაქტობრივად დაფორმატებულია დისკი. აი, ეხლა გავდივართ უკან გავდივართ, კიდე უკან გავდივართ და აი აქ უნდა დავაჭიროთ Shift-ს და F-ად. აი გაიხსნა ეს ჩვენი CMD და აქ უნდა დავწეროთ შემდეგი კომანდი. პირველი რასაც წერთ არის disk part. Disk. აი, ერთი ხელით წერ და disk part. აი ესე ჩავწერთ და დავაჭერთ Enter-ს. disk part-ში როცა ვიქნებით, ხო ნახეთ, თავიდან ვიყავით სხვაგან, ეხლა ვართ disk part-ში. disk part-ში რო შევალთ, ჩამოვწერთ list, გამოვტოვებთ disks. disk. აი ეს. ეხლა მოგვიგდო ჩვენი აქტიური დისკები და disk 2 გვჭირდება, რომელიც არის ჩვენი ის Winchester-ი, რომელიც გადასაყვანი არის MBR-დან GPT-ზე. აი disk 2 გვჭირდება, ნახეთ, აი მაუსი თუ მაქვს, კი disk 2-დან რო გავყვეთ, 298 გიგაბაიტიანი იყო, ხო? Free space-ში ახლა 100 მეგაბაიტი. ეს ცოტა უაზრობაა, იმიტომ რომ 223 გიგაბაიტი კი მაქვს იმ SSD-ზე, მაგრამ 50 მეგაბაიტი არ არის თავისუფალი, უფრო მეტია რა. ბევრად მეტი მაქვს თავისუფალი, ამიტომ ეს ადეკვატური რაოდენობა არ დაწერა აქ. ამიტომ უბრალოდ ავირჩიოთ, დავიმახსოვროთ 298-იანი იყო და დისკი 2 მოვნიშნოთ. არჩევა ძალიან ესე ადვილია, ანუ დავწერთ select კომანდში select disk გამოვტოვებთ და 2. აჰა, disk 2 არის ახლა ჩვენი არჩეული დისკი. ხო? და ეხლა უნდა დავწეროთ ერთი კომანდი clean. ხო, ერთი რაღაც დაიმახსოვრეთ რა. აუცილებლად დაფორმატდება. თუ არ დააფორმატეთ, ვერ გადაცვლით რეჟიმს რა. ეხლა რომ მე
clean swatcher დისკი კიდევ ერთხელ მართალია ის დაფორმატებულია ისაც, მაგრამ კიდევ ერთხელ დაფორმატდება, ეს აუცილებელი სტეპია რო გაიაროთ და იცოდეთ რომ რომელ Winchester-საც ასე CMD-დან გადაუცვლით GPT-დან MBR-ზე ან პირიქით, აუცილებლად დაფორმატდება. ჩავწეროთ ახლა ჩვენ clean კომანდი. გაწმინდა და შემდეგი კომანდი არის convert GPT დიდი ასოებით. აი ასე. დავაჭერთ enters. So. Disk first successfully converted the selected disk to GPT format. მორჩა. აქ ჩავწერთ ახლა exits, უმარტივესი კომანდია და So. გამოვედით. დავაჭიროთ next, ისევ customs და აბა ვნახოთ ახლა აი გასწორებულია. ჩვენს 298 გიგაბაიტიან დისკზე უკვე აღარ აგდებს errors და თავისუფლად შეგვიძლია დავაჭიროთ next relax და გადავაყენოთ აქაც Windows. ეხლა მე საერთოდ დამჭირდება ამ დისკზე Windows-ის ჩაწერა, თან დაზიანებულია პროცენტულად. უბრალოდ რაც იყო ამ ტუტორიალის შინაარსი და რაც იყო მიზანი, ის მიღწეულია და გაკეთებულია. მეორე ვარიანტში, რა თქმა უნდა, თუ მოგინდათ უბრალოდ GPT-დან MBR-ზე, იქ ჩაწერთ convert-ში GPT-ის ნაცვლად MBR-ს, ხო ძალიან მარტივია ეგ რა, reverse step-ი ეგ იქნება. სულ ეს იყო, ძალიან მოკლე ვიდეო გამოვიდა, მგონი 10 წუთამდე აჯამში. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.